დემოკრატიული ჩართულობის ცენტრის ორგანიზებით დღეს დისკუსია მოეწყო, რომელშიც საკრებულოს თავმჯდომარე, უმაღლესი საბჭოს წევრები, ჟურნალისტები, სტუდენტები და დაინტერესებული მოქალაქეები ჩაერთნენ. თავისუფალ ჟურნალისტთა სახლის ხელმძღვანელი ასლან ჭარინძე ფიქრობს, რომ ამ შენობამ მოგებაზე უნდა იმუშაოს და ერთპიროვნულად მისი მერიისთვის გადაცემა დაუშვებელია. უმაღლესი საბჭოს წევრი გიორგი მასალკინი კი თვლის, რომ შენობაში სახელმწიფო სამსახური უნდა გადავიდეს, ვინც თავის შენახვა შეძლებს. რატომ ფიქრობს საკრებულოს თავმჯდომარე, რომ მერის ბიუჯეტი ხარჯებს დაფარავს და რა ჩვენა გამოკითხვება მათ ეს მთავარ გამოშვებაში გაიგებთ? ფუნქციაც იყოს შენობაში მისვლა და გარკვეული საქმიანობის განხორციელება. შეიძლება გადატანილი იყოს იქ საგანმანათლებლო ცენტრი გაკეთდეს და ბათუმის საკრებულომ და მერიან დააფინანსოს პროგრამები, რომელიც მიმართული იქნება ახალგაზრდების სკოლის მოსწავლეების საგანმანათლებლო კუთხით დაძლიერება და ნაწილი შენობის შეიძლება გაფიქრავდეს იქ არსებული ფართობი, რაც გარკვეულ შემოსავალს მოგვიყვანს. შენობა ძალიან დიდია და ძალიან დიდ ხარჯებს მოითხოვს. ამიტომ იმ პოზიციას რომ იქ განთავსდეს მერია, მე მაგალითად არ ვეთანხმები და არც თავის დროზე ვეთანხმებოდი ტექნოლოგიური უნივერსიტეტს, ვინაიდან არ არის ეს შენობა იმისათვის ადაპტირებული, რომ იქ საკლასო ოთახები და აუდიტორიები მოეწყოს. დღეს რო ჩატარდეს ნებისმიერი სოციოლოგიური გამოკითხვა ბათუმში, აი ასეთი ფორმულირებით რა გსურთ? ტექნოლოგიურ უნივერსიტეტში გადავიდეს თუ არა მერია, ბუნებრივია წინასწარ გეტყვით შედეგს, რომ უმრავლესობა აბსოლუტური იტყვის, რომ არა, ჩვენ გვიდა ტექნოლოგიური უნივერსიტეტი. ამიტომ ასეთი გამოკითხვების ჩატარება აბსურდულია. ჯერ ერთი ტექნოლოგიური უნივერსიტეტი ეს არის ვირტუალური, არ არსებობს ტექნოლოგიური უნივერსიტეტი, არც ერთ ქაღალდზე კონცეფცია დადებული არ არის. ეს იყო მიხეილ სააკაშვილის პიარული აქცია.